ამერიკაში მესამე-თვეა სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირება მიმდინარეობს ფსევდოლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის. იქით ამერიკის ოლიგარქიული ოჯახები, თავის LGBT ორგანიზაციებით და ტრანსგენდერული ფონდებით, აქეთ ტრამპი თავისი ანტი-LGBT პოლიტიკით. ასეთ ვითარებაში ყველასათვის ნათელია, რომ ადრე თუ გვიან ფედერალური დაფინანსების შეწყვეტა ამერიკის სასჯელ აღსრულების იმ დაწესებულებებსაც შეეხებოდა, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის ანტი-LGBT პოლიტიკის გატარებაზე უარს აცხადებენ და ყველანაირად ებრძვიან საყოველთაო ჭეშმარიტებას, ბუნებაში რომ მხოლოდ ორი სქესი, ქალი და მამაკაცი არსებობს. როცა საქმე ეხება სასჯელ აღსრულების სისტემას და საპატიმრო დაწესებულებებს, აქ ორი სქესის არსებობის აღიარება გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია. რადგან ამ ელემენტარული რეალობის გათვალისწინების გარეშე ყველაფერი თავდაყირად დგება და ისეთი ჩაკეტილი წრე იქმნება, რომ იქიდან თავის დაღწევას ვერც პატიმრები ახერხებენ, ვერც ციხის ადმინისტრაცია და ვერც კანონმდებლები. მოკლედ, როგორც კი ტრანსგენდერი ხვდება ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა ეს პომადიანი მამრი იქნება თუ ტესტოსტერონით გაჭყეპილი წვერიანი ქალი, მთელი სისტემა შედის ჩიხში. მაგალითად, სად უნდა მოიხადონ სასჯელი კაბიანმა და პომადიანმა მამაკაცებმა, რომლებსაც პასპორტში უწერიათ, რომ ქალები არიან, კაცების თუ ქალების ციხეში. შტატებში ათწლეულების განმავლობაში გამეფებული ფსევდოლიბერასტული შიზოფრენიის პირობებში არაერთი ვითომ ქალად გადაკეთებული მამრი თავიდან განათავსეს ერთსაკანში ქალებთან. დოკუმენტებით ქალია და აბა სხვაგვარად როგორ. მაგრამ მალე გაირკვა, რომ ამ დოკუმენტებმა საერთოდ ვერ დაიცვა პატიმარი ქალები დაფეხმძიმებისაგან. რამდენიმე თვეში ქალთა საპატიმრო გინეკოლოგიური კონსულტაციის ცენტრს დაემსგავსა. კიდევ რამდენიმე თვეში კი სამშობიაროს. ციხის ადმინისტრაცია რომ მიხვდა რა შარშიც იყო, ეს ვითომ ქალები, სინამდვილეში კი უკვე მამები, სასწრაფოდ კაცების ციხეში გადაიყვანეს, მაგრამ აქ მეორე უბედურება დატრიალდა. მკვლელებმა, მანიაკებმა, მოძალადეებმა და ასე შემდეგ კრიმინალებმა რომ გაიგეს, ტრანსგენდერი ქალები მოჰყავთ ჩვენთანო, კაბიანებს და პომადიანებს ისეთი საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, ტერს რომ არ უსურვებ. დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, იმედია ყველა ხვდებით, რა დღეშიც აღმოჩნდებოდნენ ეს გაუკუმართებული ცხოვრების წესის მქონე ტრანსები. მოკლედ, ისეთი მასშტაბური ძალადობა განხორციელდა ამ საწყლებზე, რომ რამდენიმე თვეში ისინი ისევ ქალების საპატიმროში დააბრუნეს. თუმცა ყველას ესმის, რომ აქაც მათი დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. ახალმა ადმინისტრაციამ ამ სიგიჟის დასრულება გადაწყვიტა და მხოლოდ ორი სქესის დაკანონებით მკაცრად განსაზღვრა, რომ ადამიანი არის იმ სქესის, რომლითაც დაიბადა. შესაბამისად, საპატიმროც იმის მიხედვით უნდა შეირჩეს, კაცად დაიბადა მსჯავრდებული თუ ქალად. თითქოს და ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ყველასათვის გასაგები და ნათელი უნდა იყოს, მაგრამ ასე მარტივად რომ იყოს საქმე, რა უჭირდა. დემოკრატიული შტატები ტრანსის სპორტსმენების მსგავსად, პატიმრების საკითხშიც გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ თეთრი სახლის ადმინისტრაციას. ამჯერადაც მეინის შტატი გამოირჩა, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულების მიუხედავად ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში მამაკაცი, კაბაში გამოწყობილი მამაკაცი განათავსა. ეს პატიმარი ვინმე ანდრია ბალსერია, რომელსაც 2018 წელს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მშობლებისა და ოჯახის ძაღლის მკვლელობისთვის. და არ იკითხავთ, რატომ დახოცა დედმამა? ამ საცოდავებს თურმე საკუთარი შვილის ტრანსგენდერობა არ მოწონებიათ. მაგრამ აი ძაღლმა რა დაუშავა, დღემდე ვერავინ გაიქო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება სახელწოდებით ქალების დაცვა გენდერული იდეოლოგიის ექსტრემიზმისგან და ბიოლოგიური სიმართლის აღდგენა ფედერალურ მთავრობაში გამოსცა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე. კანონი ქალებს ტრანსგენდერებისგან უნდა იცავდეს, როგორც მაგალითად სპორტულ ღონისძიებებში, ასევე ყველა სხვა სფეროში, სადაც ნამდვილი ქალების უფლებები ფეიქ ქალების მხრიდან ირღვევა. ახალი ბრძანება პატიმრებსაც ეხება და ითვალისწინებს მათი დაბადების დროინდელი სქესის მიხედვით მოთავსებას საპატიმროში. ტრამპმა დაავალა ფედერალურ ციხეებს, რომ ტრანსგენდერი ქალები მამაკაცთა დაწესებულებებში განათავსონ და შეწყვიტონ გენდერულ ტრანზიციასთან დაკავშირებული სამედიცინო მკურნალობა. თუმცა ასე მარტივად საქმე არ აღმოჩნდა. ფედერალური ციხის ბიუროს ბოლო მონაცემებით დაახლოებით 1500 ტრანსგენდერი ქალია ფედერალურ ციხეებში. მამაკაც პატიმრებს შორის კი დაახლოებით 750 ტრანსგენდერი კაცია. ტრანსების გადაყვანა ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო ციხეებში, სადაც მათ დაბადების დროინდელი სქესის მიხედვით ეკუთვნოდათ ყოფნა. მაგრამ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების გამოცემასთან ერთად ქვეყნის სასამართლოებში ტრანსი პატიმრების საჩივრებით შევიდა.
შედეგად ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა ციხის ადმინისტრაციის მიერ 3 პატიმარი ტრანსგენდერი ქალის მამაკაცების დაწესებულებაში გადაყვანა და მათთვის ჰორმონალური თერაპიის შეწყვეტა. ტრანსების სახელები სასამართლო დოკუმენტებში ფსევდონიმებით არის მითითებული, რათა ვერ მოხდეს მათი იდენტიფიცირება. აშიშის ოლქის მოსამართლემ როის ლამბერთმა ვაშინგტონში დააკმაყოფილა ტრანსგენდერი ქალი პატიმრების მოთხოვნა და ისინი დროებით ისევ ქალთა ციხეში დატოვა. მოსამართლემ წერილობითი გადაწყვეტილება გამოსცა მას შემდეგ, რაც გაიმართა მოსმენა, სადაც მოსარჩელეთა ადვოკატმა განაცხადა, რომ ტრამპის ბრძანება ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციულია და არღვევს მათ კონსტიტუციურ უფლებებს. მიმდინარე წლის 26 იანვარს ბოსტონში ფედერალურმა მოსამართლემ ცალკე საქმის ფარგლებში გასცა ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შეჩერების განკარგულება. ის მხოლოდ ერთ ტრანსგენდერ ქალს შეეხებოდა, რომელიც ასევე ქალთა ციხეში იყო მოთავსებული. ტრამპის ბრძანება ფედერალურ ციხეთა ბიუროს ავალებს უზრუნველყოს, რომ მამაკაცები არ მოთავსდნენ ქალთა ციხეებში. ასევე იგი ავალდებულებს ბიუროს შეცვალოს სამედიცინო მომსახურების პოლიტიკა ისე, რომ ფედერალური სახსრები არ დაიხარჯოს პატიმრის გარეგნობის საპირისპირო სქესთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატმა ჯონ რობინსონმა აღნიშნა, რომ ციხის ადმინისტრაციას ფართო დისკრეცია აქვს პატიმრების განთავსების საკითხებში. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული პრო-LGBT მოსამართლეები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ტრანსებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან. მოსარჩელეთა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ტრანსგენდერი ქალების მამაკაცების ციხეში გადაყვანა მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის და სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზიანსაც მიაყენებს. მაგრამ რატომღაც არ საუბრობენ იმაზე, რომ ქალთა ციხეში მყოფი ტრანს ქალები აორსულებდნენ პატიმარ ქალებს. აი მაგალითად 2020 წელს ტრანსგენდერი ქალი დემი მაინორი, რომელიც მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ქალთა ციხეში გადაიყვანეს. შედეგად ტრანსმა 2 ქალი პატიმარი დააორსულა. ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტრანსმა პატიმრებმა ქალები დააორსულეს, მაგრამ ამ ფაქტებს LGBT მყარებლები რატომღაც ვერ ხედავენ და მაინც კაბიან კაცებზე შესტკივათ მხოლოდ გული. ერთ-ერთმა ტრანსების უფლებადამცველმა ჯენიფერ ლევიმ განაცხადა. მათ საშინლოდ ეშინოდათ ამ გადაყვანის პერსპექტივის, იმის გათვალისწინებით თუ რამდენად მაღალია ძალადობისა და სექსუალური თავდასხმის რისკი მამაკაცთა ციხეებში. ტრანსგენდერი ადამიანებისა და პატიმრების მხარდამჭერი ორგანიზაციები ტრამპის გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებას რა თქმა უნდა აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ის ტრანსებს საფრთხის წინაშე აყენებს. ამ პოლიტიკის გამო იქნება გაუპატიურებები და ფიზიკური თავდასხმები. თქვა შენონ მინტერმა, ლესბოსელთა უფლებების ეროვნული ცენტრის იურიდიულმა დირექტორმა, რომელიც წარმოადგენდა ტრანსგენდერ პატიმრებს. ტრანსგენდერების საპირისპირო სქესის ციხეებში შეპარვა ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო, როდესაც უზენაესმა სასამართლომ 1994 წელს საქმეში სახელად ფარმერი ბრენანის წინააღმდეგ ცნო ტრანსგენდერი პატიმრების მოწყვლადობა. ამ საქმის მოსარჩელე იყო ტრანსგენდერი ქალი დი ფარმერი, რომელმაც თქვა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს, როდესაც ის მამაკაცებთან ერთად იყო მოთავსებული. სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობა ვალდებულია დაიცვას პატიმრები ძალადობისგან. შედეგად ტრანსი ქალთა ციხეში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მისმა ადმინისტრაციამ გამოსცა მითითება, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერი პატიმრები ციხეებში მოთავსებული უნდა ყოფილიყვნენ გენდერული იდენტობის მიხედვით. როდესაც ობამა ტრამპმა ჩაანაცვლა და პირველი ვადით გახდა ამერიკის პრეზიდენტი, მაშინ პატიმრების პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა განისაზღვრა ბიოლოგიური სქესის მიხედვით, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა. თუმცა LGBT საკითხები იმჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის პრიორიტეტად არ განიხილებოდა. შესაბამისად, აღსრულებაც ფაქტობრივად არ ხდებოდა. განკარგულება ფურცელზე დარჩა და ეს ტრამპს მაშინ დიდად არც გაუპროტესტებია. თუმცა როგორც ჩანს, LGBT ლობისტებს მსგავსი მიდგომა ფურცელზეც არ მოსწონდათ. ამიტომ ჯო ბაიდენმა, როდესაც ტრამპი ჩაანაცვლა, ობამას დროინდელი მითითებები აღადგინა და ისევ ჩაიწერა კანონში, რომ პატიმრები უნდა გაენაწილებინათ გენდერული იდენტობის მიხედვით. 2022 წელს ილინოისის ფედერალურმა სასამართლომ დაავალა ციხეთა ბიუროს ტრანსგენდერი პატიმრისთვის გენდერული ტრანზიციის ოპერაცია ჩაეტარებინა, რადგან ამ მომსახურებაზე უარის თქმა არღვევდა მერვე შესწორებას, რომელიც მოითხოვს აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევას და წინა ადმინისტრაცია თვლიდა სქესის შეცვლის ოპერაციას აუცილებელ სამედიცინო დახმარებად.
კონსტიტუციური უფლებები არ წყდება მაშინ, როცა ადამიანი ციხეში ან იმიგრანტთა დაკავების ცენტრში იმყოფება. თქვა მაშინ რიჩარდ სენზმა, ლამბდა ლეგალის იურისტმა, რომელიც LGBT სამართლებრივ დაცვაზე მუშაობს. ახალი ტრამპის ბრძანებით კი უნდა შეწყდეს გენდერული ტრანზიციისთვის განკუთვნილი ყველა სამედიცინო მომსახურება და არ მოხდეს ფედერალური სახსრების ხარჯვა არც ერთი სამედიცინო პროცედურის, მკურნალობისა ან მედიკამენტისთვის, რომელიც პატიმრის გარეგნობის საპირისპირო სქესთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ამერიკული სამედიცინო ასოციაცია, სადაც ამტკიცებენ, რომ მკურნალობა, რომელიც გენდერული დისფორიისთვის არის საჭირო, შეიძლება ჩაითვალოს აუცილებელ სამედიცინო მომსახურებად. ასეთ მკურნალობაში შედის ფსიქოლოგიური კონსულტაცია, ქირურგიული ჩარევები და ჰორმონალური თერაპია. ესტროგენს განსაკუთრებით აქვს ისეთი ეფექტები, როგორიცაა მკერდის ზრდა, სხეულის თმის შეთხელება და ცხიმის გადანაწილება, რაც ბევრ ტრანსგენდერ ქალს სურს. მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება ამ ეფექტების უკან დაბრუნებით დასრულდეს. ჟასმინ ტასაკიმ, ტრანსგენდერმა ქალმა, რომელიც თავადაც ყოფილა პატიმრობაში და ამჟამად ხელმძღვანელობს ტრანსების უფლებადამცველ ორგანიზაცია Black and Pinks, თქვა, რომ ამ მკურნალობის გაუქმება ტრანსპატიმრების დეპრესიას გამოიწვევს. თუ ვიღაც იღებს ჰორმონებს და მკერდი ეზრდება, მკერდი გაუქრება. წარმოიდგინეთ, როგორია ქალისთვის უყუროს, როგორ უქრება მკერდი. სასამართლოები აჩერებენ ტრამპის განკარგულებას. ზოგმა მოსამართლემ ისიც დაადგინა, რომ სავალდებულოა ტრანსგენდერი პატიმრებისთვის გენდერული დისფორიის სამკურნალო საშუალებების, მაგალითად ჰორმონალური თერაპიის უზრუნველყოფა. სანამ LGBT ლობი ქვეყნის სასამართლოს გამოყენებით ახერხებს გვერდი აუაროს აღმასრულებელ ბრძანებებს, ტრამპს და მის ადმინისტრაციას ყოველ ჯერზე ახალი გამოსავლის ძებნა უწევთ იმისთვის, რომ როგორმე შეაჩერონ ქვეყანაში LGBT დღის წესრიგი. შედეგად ტრამპის ადმინისტრაცია წყვეტს დაფინანსებას მეინის შტატის სასჯელ აღსრულების დეპარტამენტისთვის, იმ ფაქტის გამო, რომ ქალთა ციხეში ტრანსგენდერი ქალი იხდის სასჯელს და ის იქიდან არ გადახავთ. ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პამ ბონდიმ განაცხადა. ჩვენ შევწყვიტეთ ყველა არამნიშვნელოვანი დაფინანსება მეინის სასჯელ აღსრულების დეპარტამენტისთვის, რადგან ისინი კაცს ქალების ციხეში ათავსებენ. მან ინტერვიუში არ დაასახელა კონკრეტული თანხა, თუმცა Fox News-ის ინფორმაციით საუბარია დაახლოებით $1.5 million. ჩვენ დავიცავთ ქალებს ციხეში, ქალებს სპორტში, ქალებს მთელ ქვეყანაში. ის პატიმარი, ვიზეც ბონდი საუბრობს, ანდრია ბალსერია, რომელსაც 2018 წელს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მშობლების და ძაღლის მკვლელობისთვის მიესაჯა. ბალსერის ადვოკატი აცხადებდა, რომ ის გადიოდა გენდერული იდენტობის გარდაქმნის პროცესს და მშობლები ამას არ ეთანხმებოდნენ. მკვლელობის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. საზარელი დანაშაული ტრანსმა 2016 წლის 31 ოქტომბერს მშობლების სახლში ჩაიდინა. იმ დროს ბალსერი 17 წლის იყო. კაბიანი კაცი ახლა ქალთა საპატიმროში ზის და ამტკიცებს, რომ კაცებთან ერთად ყოფნა მისი ფსიქიკისთვის საზიანო ყოფილა. ქალებთან ერთად სასჯელის მოხდა ამერიკელი კაცებისთვის იმდენად მომხიბვლელი პერსპექტივა აღმოჩნდა, რომ შეერთებულ შტატებში სერიოზულად მოიმატა ისეთი კრიმინალი მამაკაცების რაოდენობამ, რომლებიც გასამართლების წინ უეცრად აღმოაჩენდნენ, რომ თურმე ქალად აღიქვამენ თავს და სასწრაფო ტრანსგენდერიზაცია სჭირდებათ. ტრანსების დამცველი ბაიდენის ადმინისტრაცია ამ აფერისტებს უპრობლემოდ აძლევდა მდედრობითი სქესის დამადასტურებელ საბუთებს და ისინიც ქალთა ციხეებში ნაწილდებოდნენ. შედეგად ყველაფერი სწორედ იმ ჩაკეტილ წრეზე იწყებს დასვლას, რომელზეც ამერიკული მართლმსაჯულება დღემდე ტრიალებს. უშველის თუ არა ამ საქმეს მეინის შტატის ციხისთვის 2 მილიონიანი ფედერალური დაფინანსების შეწყვეტა უახლოეს რამდენიმე თვეში გაირკვევა. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ფსევდოლიბერასტული იდეოლოგიით მოწამლული ადამიანები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები, რომლებიც ისტერიულად ეწინააღმდეგებიან ბუნებაში მხოლოდ ორი სქესის, ქალისა და მამაკაცის არსებობას, უბრალოდ სისულელეებს კი არ სჩადიან. მთელი ქვეყანა შეჰყავთ ისეთ ჩიხში, რომლიდანაც გამოსავალის პოვნა შემდეგ ურთულესი პრობლემა ხდება. ესაა ტრანსები სპორტში, ტრანსები ციხეში, ტრანსები ქალთა სილამაზის კონკურსში და ასე შემდეგ. ამათ გარკვეულ ტვინებს უკვე აღარაფერი ეშველებათ, მაგრამ კანონების და წესების შეცვლა, რომელთაც ამერიკა ცხოვრობს, ჯერ კიდევ შესაძლებელია. იმედია, რომ შესაძლებელია. დროებით